მოგესალმებით, ეს არის ვიშვიში პოდკასტი. ჩვენ დღეს ვწერთ ვიშვიშის მესამე ეპიზოდს. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ემოციებზე, ემოციების რეგულაციაზე, როგორი ემოციების რეგულაციის ფორმები არსებობს გულისხმობ ჯანსაღ და არაჯანსაღს და კონკრეტულად დავკონკრეტდებით ემოცია ბრაზზე და განვიხილავთ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებაში ამ ბრაზს, როგორ ვიყენებთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ნინი ელფაქიძე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი. ნინი, როგორ ხარ პირველ რიგში? მადლობა მია. კარგად, ინტერესს ვგრძნობ ამ საუბრის მიმართ და ძალიან ენერგიით ვარ სავსე. და მიხარია და მადლიერი ვარ, რომ აქ ვარ. მადლობა მოწვევისთვის შენია. შენ როგორ ხარ? მადლობა რომ მოხვედი და დრო დაგვიდგა. მადლობა მეც კარგად. ამ პოდკასტთან ცოტა დიდი ხნიანი პაუზა ქონდა. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა გაგრძელდება ეს რეგულარულად. ნინი, რატო გამოიწვია შენში ამ ემოციებმა ინტერესი? რატო დაიწყე ამ თემის კვლევა? მე ვიტყვი რომ მუშაობ ბავშვებთან და მოზარდებთან ამჟამად ჩემი ესე ვთქვათ ერთ-ერთი საქმიანობა ძირითადი არის ეს მიმართულება კლინიკური ფსიქოთერაპევტი ვარ. ოღონდ აი რომ ვამბობ რომ ვარ კლინიკური ფსიქოთერაპევტი მინდა დავამატო რომ ვსწავლობ კლინიკურ ფსიქოთერაპიას იმიტომ რომ ბევრი რამე არის კიდევ სასწავლია, აღმოჩენებში ვარ და ასე შემდეგ. და სწორედ ამას უკავშირდება ჩემი კვლევითი მიმართულებაც, რომ სამეცნიერო სივრცეში ჩვენ ვიკვლევთ ფსიქოლოგიასთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ძირითადად ჩემი კვლევითი სფერო მოიცავს მიმართულებები, მოიცავს ბავშვებს და მოზარდებს, მათ მშობლებს და პედაგოგებსაც ზოგჯერ მაგათ გარშე არც გამოვა, იმიტომ რომ ბავშვები ვისთანაც ატარებენ, ასე ვთქვათ, რიანად დიდ დროს და ვისგანაც სწავლობენ და ქცევის მოდელებს იღებენ, ეს ადამიანები არიან. კი ბატონო, მათი ძირითადი ერთ-ერთი, ძირითადი ველი, ესე ვთქვათ, ეს არის ოჯახი და სკოლა. ამიტომ როგორც შენ აღნიშნე, მათთან მუშაობის გარეშე ბავშვთან და მოზარდთან რაიმე შედეგებზე გასვლა რთულია. რაც შეეხება ჩემს დაინტერესებას, სწორედ ამ ჩემი პრაქტიკული მუშაობის პროცესში ბავშვებთან და მოზარდებთან ძალიან ხშირად ვაწყდები ბრაზის რეგულაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ვფიქრდი იმაზეც, რამდენად შეიძლება ეს იყოს კულტურალური ამბავი, ანუ გულისხმობ იმას, რომ აღზრდის სტილს ვუკავშირდები, კონკრეტულად რომ ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ბრაზის გამოხატვა არის აკრძალული, მიუღებელი და არაჯანსაღი რეგულაციის ფორმები, რასაც ჩვენ ვიღებთ ბავშვებთან და მოზარდებთან, შეიძლება იყოს ძირითადად ორგვარი, ხო? აი ეს ერთი არის მაგალითად ის, რომ ის არის ჩაბრუნებული, განდევნა და დათრგუნა შეიძლება ამას დავარქვათ და მე რაღაც განმარტავთ, გვექნება ამის შესაძლებლობა. ერთი ეს მიმართულება, ორივე ერთად შეგვიძლია განვიხილოთ, განდევნა და დათრგუნა და მეორე მიმართულება ეს არის ვიტყვი ამას გაჭედვა თითქოს ბრაზში. ხო, აი რაღაცა სუბრაზიანი რო ხარ და ყველაფერზე რო ბრაზობ და აი ხო აი რაღაცა ეს ვიხდები ამ ემოციისგან, ხო, მუდმივად შეგოჭილი ხარ ბრაზით. კი, აი თითქოს სულ დამუხტული ხარ ამიტომ, ხშირად ხარ ამიტომ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ცდება, ასე ვთქვათ, გარემოებას, იმიტომ რომ ძირითადად რაც ემოციას ჩვენში იწვევს, არის რომ რაღაც გარემოში ისეთი მოხდით, რამაც გაგვაღიზიანა, თუნდაც და მე გამოვხატეთ ბრაზი. და ადამიანი, რომელიც მუდმივად როგორც შენი ხმარი სიტყვა გაჭედილია ამ ბრაზში, ეს შეგვიძლია რომ მხოლოდ გარემოებას დავაბრალოთ თუ ეს რაღაც მდგომარეობაშია გადასული ეს ბრაზში ყოფნა. მე ვიტყოდი რომ გარემოება ხო ჩვენთვის, ჩემთვის, შენთვის მაგალითად ახლა არის ერთი აქ ერთნაირი შეიძლება გარემოს რაღაცა ობიექტური მოცემული ვიყოთ, მაგრამ შენ შეიძლება სხვანაირად რეაგირებდი ამ გარემოზე, შეიძლება მის სხვანაირად. სუბიექტური აღქმა ერთვება ამაში. კი ბატონო, ამიტომ ეს არის უფრო რეგულაციის, რახან ბრაზზე ვსაუბრობთ ამის რეგულაციის სტილი, რასაც ადამიანი ირჩევს. ანუ გულისხმობ ეს არის მისი პასუხი.
ამ გარემო მოცემულობაზე. მისი ბრაში თუ სწორად გავიგე შენი კითხვა, მისი ბრაში გაჭედილობა არ არის გარემოსგან მოსული, როგორ აი ის რომ მას ასეთი რეგულაციის სტილი აქვს, იქ არის ძალიან დიდი წვრილი გარემოსი, მაგრამ იმას რომ აქ და ამჟამად ასეთი რეაგირება აქვს გარემოზე, ასე ბრაზობს მაგალითად რაღაცაზე, ან ვიღაცაზე, ეს არ არის გარემო არის ტრიგერი გამომწვევი, მაგრამ ეს არის მისი რეგულაციის სტილი. აი, უფრო დავკონკრეტდე, იცი ზუსტად რას გულისხმობდი, ჩვენ როცა ვცდილობთ ამ რეგულაციას, რომ ჯანსაღრეგულაცია დავამყაროთ ჩვენი ემოციების. აქ ხო ალბათ ვცდილობთ, რომ ზუსტად აღმოვაჩინოთ და ვიპოვოთ რა ფაქტორი იწვევს ჩვენში ამ არაჯანსაღ ემოციებს, ასე ვთქვათ. ნუ ემოციები არაჯანსაღი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოვლენის გზა შეიძლება იყოს არაჯანსაღი, ამასაც დავაზუსტებ. კი ბატონო. და მე ვგულისხმობ, რომ თუ უნდა ვეძებოთ რაღაც კონკრეტული, რაც ჩვენში იწვევს ამ გაღიზიანებადობას. და ეს ხო არ არის რაღაც რთული პროცესი იმ ადამიანისთვის, ვინც მუდმივად ამ გაღიზიანებაშია და თითქოს ვერ გაარჩევ მის ცხოვრებაში კარგი ხდება თუ ცუდი ხდება, მაინც გაღიზიანებულია. ამ შემთხვევაში ეს ადამიანი როგორ იბრძვის თუნდაც იმის პოვნას რა აღიზიანებს და მე შემდგომ ამ ბრაზისგან გამოსვლას. აქ ჯერ ზოგადად ვიტყვი ალბათ მნიშვნელოვანია რაც არის გაღიზიანების ობიექტი სინამდვილეში იმის მიგნება ალბათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ ამ რასაც განვიხილოთ ამ კონკრეტულ მაგალითს ეს არის თითქოს რაღაცა მოცულობა ამ ბრაზით ხო ნუ შეიძლება ასე უწოდოთ ან გადატანა სხვა ისეთ ობიექტებზე ამ ბრაზის რომელიც სინამდვილეში არც შენთვის არ არის ამ ბრაზის ობიექტები უბრალოდ შენ გადაგაქვს მას ალბათ დამხმარე არის ამ შემთხვევაში მიაგნო სინამდვილეში რას უკავშირდება ეს გაღიზიანება და ეს ბრაზი სინამდვილეში საიდან მოდის ეს ხო ამის მიგნება არის ალბათ დამხმარე ამაში შეიძლება იყვნენ ბავშვებს და მოზარდებს რომ თუ გულისხმობთ დამხმარე როგორც მშობლები, მასწავლებლები, ფსიქოთერაპევტები, ხო ეს პროცესები, მაგალითად თუ მშობელს უჭირს დამხმარე იყოს, იმიტომ რომ უკვე არის გამჯდარი ეს რეგულაციის სტილი და ჩვენ ვიტყვით იმაზეც, რომ რეგულაციის სტილის ჯანსაღია თუ არა ჯანსაღი თავის დროზე, იმიტომ ავირჩიეთ, რომ მან გადაგვარჩინა ჩვენ, ანუ ფსიქიკა ყოველთვის მაინც მიცავს ხო იქ და იმ მომენტში. უბრალოდ იმ მომენტში რომ ავირჩიე გამკლავების ეს გზა, შეიძლება სხვა სიტუაციებში იგივე გზა აღარ იყოს ჯანსაღი და დამხმარე, ხო? მაგალითად, აი რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ისეთი ფაქტი მოხდა ჩემს შემთხვევაში, რომლის ატანაც ძალიან რთულია, ხო? აი არის ასეთი მაგალითად ძალადობის ფაქტები, ხო? და აქ ჩემია ფსიქიკას რომ გათიშოს გრძნობები, ხო? შეგრძნებები, გრძნობები გათიშოს, იმიტომ რომ რო არ გათიშოს იმის ატანა და გადარჩენა, ამით ძალიან რთული ან შეუძლებელი იქნება. ამიტომ ფსიქიკა ირჩევს რომ გათიშოს ეს გრძნობები, მაგრამ იმ მომენტში გადამარჩინა, იმ მომენტში ის დამხმარე იყო, მაგრამ ვერ გრძელდება ცხოვრება. მერეც თუ გათიშულია ჩემი აი სენსორები ესე ვთქვათ, რითაც მე აღვიქომშები გრძნობ, ხო? ეს კედელი თუ ისევ აღმართულია, მე უკვე ვეღარ ცხოვრობ, ხო? იმიტომ რომ ვეღარ გავიცდი ემოციებს. მე უკვე ხელი შემშლელი ამის თქმამიდა, ხო? რაღაც მომენტში მე ჩემმა ფსიქიკამ აირჩია, მოდი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არ არის ცნობილი არჩევანი, ხო? აირჩია რაღაც გზა გამკლავების კონკრეტულად ბრაზის რეგულაციისთვის რაღაცა გზა. იმ მომენტში დამეხმარა, მაგრამ შემდეგ ეს შეიძლება აღარ იყოს დამხმარე. არამედ დამაზიანებელიც კი. არამედ დამაზიანებელი, აბსოლუტურად. ან ჩემთვის, ან და სხვისთვის. ფსიქოლოგიაში გვაქვს ესეთი ერთ-ერთი მომართვიანობა, რომ ადამიანები თითქოს ვეღარ განიცდიან ვერაფერს, რაღაც იციან, რომ მათ ცხოვრებაში სასიხარულო რაღაც ხდება, მაგრამ ვერ განიცდიან ამას. შეიძლება რაღაც წამიერად იგრძნონ, რომ უხარიათ, მაგრამ ეს რაღაც არ სდევს მათ რაღაც განწყობას და მათ არს.
ეს შეიძლება რომ ამისგან იყოს გამოწვეული, ხო, რომ რაღაც დროს დაბლოკეს მისი ემოციები და მე ვეღარ გააკონტროლეს, რა დროს უნდა აღედგინოთ. ეს შეიძლება იყოს ასეთი ძალიან ტრაუმული გამოცდილებიდანაც და ხშირად აი დესენსიტიზაციას ვეძახით ხო ჩვენ ამას რომ ვეღარ გრძნობ უკვე და ხშირად ეს უკავშირდება რაღაცა ძალადობის გამოცდილებებს ან მსგავსი განცდით რომ აღიქმება ასეთ გამოცდილებებს დესენსიტიზაციის მოცემულობა ან შეიძლება ეს მოხდეს მერეც უკვე ზრდასრულ ასაკში როცა გადაწვა ხდება, ხო, თანაგრძნობით გადაახლა მაგალითად, რაც არის ხო სტრესის ერთ-ერთი ფორმა და არის გარკვეულ პროფესიებში ძალიან გავრცელებულია, მაგალითად, ექიმებთან, ფსიქოთერაპევტებთან, ვისაც უწევს სხვაზე ზრუნვა. აქ ხშირად ხდება ხოლმე თანაგრძნობით გადაწვა ამ ფორმას ვიღებთ ხშირად პროფესიული გადაწვის ამ ფორმას. იქაც შეიძლება გაითიშოს ადამიანს ეს ვეღარ გრძნობს გარემოს, ვეღარ აქვს კონტაქტი გარემოს, მაგრამ რესურსი აღარ არის ამისი, ხო, შეიძლება ამ მიზეზითაც რაც მახსენდება ახლა ეს ძირითადად ეს მიზეზებია. ნინი, ეხლა ცოტა უკან რო დავუბრუნდეთ ბრაზზე და ამ ემოციაზე კი რაღაცები განვიხილოთ, მაგრამ უშუალოდ რო ვთქვათ, რა არის ემოცია? მისი რაობა რო განვიხილოთ და რა ემოციებს ვიცნობთ, რაც ყველა ადამიანისთვის არის უნივერსალური, ანუ ერთი და იგივე. პირველ რიგში შენც აღნიშნე საუბრისას ხო რაღაც დააკონკრეტე მივხვდი რაღაც ზოგადი ფრაზა რომელიც სიმართლე არ არის და დავაკონკრეტე ხო შენთვის ალბათ ისედაც ცნობილია მაგრამ მივხვდი რომ ამ გადაცემის ფორმატისთვის იყო დაკავშირებული საჭირო და მეც რაღაც ამით დავიწყებ ნია რომ არ არსებობს ხო ნეგატიური და პოზიტიური ემოციები არსებობს სასიამოვნოდ განცდადი ან უსიამოვნოდ განცდადი ემოცია ყველა ემოციას აქვს თავისი ფუნქცია. განსაკუთრებით ფუნდამენტურ ემოციებს. ხო და ფუნდამენტური ემოციები და ძირითადი ემოციები ჩვენ ვიცით ასეთი 6 ემოცია, ხო, როგორც არის ფრაზი, შიში, მოწყენილობა, ზიზღი, სიხარული, გაკვირვება, ზოგიერთ ასე ვთქვათ წყაროში არის სიძულვილიც დამატებული. ესენი არის ფუნდამენტური ემოციები, რაც ყველას მოახასიათებს და ყველა ემოცია ჩვენში არის. აბსოლუტურად. და ნორმალურ შემთხვევებში ჩვენ მას ვგრძნობთ. და ჩვენ არ ვართ რომელიმე ემოცია, იდენტიფიცირებული რომელიმე ემოციასთან გარკვეულ სიტუაციაში, უბრალოდ ჩვენ ვართ ჩვენ, ვინც ვართ, უბრალოდ ხან ერთი ემოცია შემოდის ჩვენთან, გადის, მეორე და ასე შემდეგ. ეს არის ცხოვრების თანდემი. მრავალფეროვნება, ემოციურ მრავალფეროვნება. ამას ერთად ჩვენ გვაქვს გრძნობები, გრძნობა განსხვავდება ემოციისგან იმით, რომ გრძნობა არის უფრო ხანგრძლივი, ძირითადად ეს განმასხვავებელი შეიძლება აღვნიშნოთ. ემოცია არის უფრო ხანმოკლე და მისი მოცულობა ფიზიოლოგიურადაც უფრო მეტი შეიძლება იყოს. გრძნობა შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი, ფონურადაც მიმდინარე მაგალითად სიყვარულის გრძნობა შეიძლება ემოციაც იყოს სიყვარული, შეიძლება იყოს გრძნობაც სიყვარულს. და ვახსენებ ასე რაღაც შევხედე ემოციებს და ემოციებთან დაკავშირებულ საკითხებს ამის იდენტიფიცირებას კომპლექსურ მენტალურ მდგომარეობებს, რომელიც არის რა, ხო, აი არც მარტო ესე აღებული ცალკე ემოცია და არც ფიქრია, რაღაც აი მენტალური მდგომარეობა, მაგალითს ვიტყვი, შეიძლება ეს იყოს დაფიქრებული, ჩაფიქრებული, მუნდო, ხო, როგორც არის მონატრებული. ეს ძირითადად მზერებში გამოიხატება ხოლმე კომპლექსური მენტალური მდგომარეობა. საუბრობს ამაზე. კი ბატონო, კი და აი ბარონ ჰოგენი იყო ესეთი ინგლისელი მეცნიერი, რომელმაც სწორედ ამ კომპლექსური მენტალური მდგომარეობების ამოცნობა რამდენად შეგვიძლია მისთვის ამ მიზნით შეექმნა ინსტრუმენტი, სადაც არის სწორედ თვალები, მხოლოდ თვალები მოცემული და ამით შეიძლება ადამიანმა ეს ვთქვათ გააკეთოს იდენტიფიცირება ესა თუ ის მზერა, რას ეუბნება მას და ამით არყოს რამდენად აქვს ეს უნარი, სჭირდება გაუმჯობესება თუ ნაკლებად ეხა იცი რა გამახსენდა მე და შენ ერთად მუშაობდით ბავშვებთან, მაშინ ერთ-ერთი ესეთი სავარჯიშო გქონდა, რომ როცა ემოციებს გავდიოდით ბავშვებთან, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეხა განახორციელე ეს ემოცია და სხვებს უნდა გამოეცნოთ და რაზეც ყველა ვაკვირდებოდით, რომ გამოგვეცნო ეს ემოცია, იყო მისი თვალები და სახის გამომეტყველება. იქ
არ არის საჭირო რაღაცების თქმა და გამოხატვა სიტყვიერად, სახეზე გვეტყობა რას გვგრძნობთ ამ ემოციას. ამიტომ ჩვენი სახე საუბრობს ჩვენ შინაგან სამყაროზეც და ემოციებზეც. კი, რა სწორად თქვი ჩემთვის სწორად. იმიტომ რომ აი ჩვენ ყოველთვის საუბრობთ. ხო, იმ მიუხედავად იმისა, რომ მეტყველებთ თუ არა. და ჩვენ საუბრობთ არავერბალურად. ხო, არავერბალურ კომპონენტებში კიდევ შედის იქ სხეულის პოზა, როგორია, ხო, ასე შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება აი კომპლექსურ მენტალურ მდგომარეობებს, ამ შემთხვევაში და ფუნდამენტურ ემოციებისთვის მთლიანი სახე არის დამხმარე, რომ გავიგო რაც გრძნობს ადამიანი და ითვლება, რომ კვლევებით კულტურალურად სხვა კულტურის ადამიანი ერთნაირად გამოხატავს ფუნდამენტურ ემოციებს. კომპლექსურ მენტალურ მდგომარეობებში არის მცირე აცდენა უფრო მეტად არა გამოხატულებაში, არამედ ჩვენ რას ვარქმევთ სახელდებაში, კი ბატონო. ხო, მე მგონი ეს იყო და კიდევ რაც მინდა ვთქვა ემოციებთან დაკავშირებით, ემოცია რას მოიცავს, ხო? როგორია მისი მუშაობის მექანიზმი? იმიტომ რომ ერთია რომ იგრძნობა, რაღაცნაირად ხო იგრძნობთ ემოციას. მეორე არის რომ განუყოფელია ის ჩვენი ფიზიოლოგიისგან და ფიზიოლოგიური რეაქციებისგან. ანუ ის უკავშირდება ჩვენს სხეულს, ფიზიოლოგიას, უკავშირდება ჩვენს ფიქრებს, იმჟამინდელ ფიქრებს, რასაც ვფიქრობთ, შესაბამისია ემოცია და რა ემოციაც გვაქვს შესაბამისია ხოლმე ფიქრი, თუ არ ჩაიხსნა ეს სადღაც, ავტომატურად ესე ხდება. არის ფიქრი, არის შესაბამისი ემოცია, ახლავს ემოციას შესაბამისი ფიზიკური, ასე ვთქვათ, სხეულებრივი, ასე ვიტყვი, შეგრძნებები და ამას მოყვება შესაბამისი ქცევა. ანუ ის ვლინდება 4 დონეზე შეიძლება ესე ვთქვათ, ეს არის კოგნიციის, ფიქრების დონე, ეს არის სხეულებრივი დონე, ფიზიკური დონე, ეს არის ქცევის დონე და თავად გრძნობის დონე, ჩვენ ვგრძნობთ რაღაცა სიმშვიდე, სიხარული, თუ სასიამოვნო, თუ უსიამოვნო, რო არის მთლიანობაში, არ ვიცი. ეხლა იცი რა მინდა რაღაცნაირად გადავიდეთ აი ურთიერთობებში როგორ უნდა ვაკონტროლოთ ეს ემოციები. რა იქნება საინტერესო მშობლებისთვის, ასე ვთქვათ. მშობლებს ძირითადად აინტერესებთ, როგორ აკონტროლონ და როგორ, ასე ვთქვათ, ყურადღება მიაქციონ თავიანთი შვილის ემოციურ მდგომარეობას. მშობლებს რო ავუხსნათ, რას ნიშნავს ჯანსაღი რეგულაციის ფორმა, რა არის არაჯანსაღი რეგულაციის ფორმა. ანუ როდის მიაქციონ თავიანთ შვილს, როდის დაფიქრდნენ, რომ ეხლა ყურადღება არის მისაქცევი ბავშვის ემოციის რეგულაციაზე. კარგი კითხვა და რაღაცა ბევრი რაღაც გამიჩნდა უცებთ პარალელურად რომ სამთი კითხვას რომ საიდანვე დავიწყოთ. და დავიწყოთ ალბათ უფრო დასაწყისი რომელიც იქნება ჩემი მოსაზრებით ყოველთვის შემერე გადავიკორექტირე. ხო, ბავშვების და მოზარდების შემთხვევაში დამხმარე და მხარდამჭერი ადამიანები არიან ესენი მართლაც ზრდასრული ადამიანები, მისთვის მნიშვნელოვანი ზრდასრული ადამიანები. ხო, ეს შეიძლება იყოს პირველ რიგში მიჯაჭვობის ობიექტს, რაც წვეწახით, ჩვენ ხშირად ეს არის მშობელი, თუ მშობელი სახელით არის ვინმე სხვა, ვისთანაც ბმა აქვს ძირითადად ბავშვს ემოციური. მეურვე. კი ბატონო. და ასე შეიძლება სხვა მნიშვნელოვანი მისთვის მნიშვნელოვანი ზრდასრულები, მასწავლებელი შეიძლება იყოს ეს თუ ჩართულია კიდე არ ვიცი ფსიქოთერაპევტი შეიძლება ესეც იყოს ფსიქოთერაპევტიც. იმისთვის რომ ხშირად მithქვამს, მაგრამ მაინც ვმეორდები, იმისთვის რომ შევძლოთ ჩვენ ზრდასრულებმა დამხმარე ვიყოთ ბავშვისთვის და მოზარდისთვის მის ემოციურ კეთილდღეობაში, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თავად შევძლოთ, რომ ვიყოთ ვიზრუნოთ ჩვენს ემოციურ კეთილდღეობას. უშუალოდ ზრუნვა შევძლოთ. ვიცოდეთ რა არის ნამდვილი ზრუნვა და ვცადოთ ეს და შევძლოთ. ეს არის ალბათ შესავალი და ფონი, რაც მნიშვნელოვანია რომ აქ ვთქვათ. და რახან ჩვენ ვეხებით ბრას უფრო კონკრეტულად. მოდით
და უფრო კონკრეტულები რო ვიყოთ და მე შესაძლოა განვაზოგადოთ სხვა ემოციებსაც, რაღაც პატარა ექსპერიმენტით რა დავიწყოთ. ნახოთ როგორ გამოგვივა ყოველ შემთხვევაში, ხო? მე წამოვიღებ შენსკენ ხელს და შენ მითხარი როდის იქნება შენთვის კომფორტული რომ გავჩერდე, ხო? როდის ესე ვთქვათ ძალიან უჭრები უკვე გრძნობ, უკვე იქ გამიჩერე, ხო? იგრძე, ნელ-ნელა წამოვა, ამიტომ ცოტა მოგია. ხო, მეც. ზრაფოსია. აქ უკვე გინდა რომ გავჩერდე რაღაც მივხვდი. ცოტა შეგიძლიათ კიდე მოხვიდე. უკვე ძალიან არ კომფორტულად. მე ისე მოდი. არა, ძალიან არ კომფორტულად. გრძენი. მე რომ მაინც წამოვედი. შემეორები რომ არა, ძალიან არა კომფორტულად. უხერხულობა ვიგრძენი. აჰა. ხო, თავი ვიგრძენი უხერხულობა და მე რომ ვლაპარაკობ რომ არა, მე რაღაც განრიდება. ისე წახვედი. ხო, რაღაც ორგანიზმი თვითონვე რაღაც უკან დახევა ამჯობია. და შენ დაიხე უკან და მე ისე მოდივარ. ხო, გავდაც. ხო. ეს არის ჯანსაღი ბრაზი. კი ბატონო. ეს არის ჯანსაღი ბრაზი და ბრაზი ძირითადად ჩნდება იმისთვის, რომ ჩვენ მოვნიშნოთ ან დავიცვათ ჩვენი საზღვრები. მისი გამოხატულება შეიძლება გარშემო მყოფებისთვის ხანდახან არ იყოს მაინც და მაინც სასიამოვნო, ბავშვების მხრიდან გულისხმობ, რომ აქ ხშირად ინსტინქტური რეაქციები მოდის, ხო? როგორც მაგალითად ჩემი განრიდება იყო ინსტინქტური რეაქცია. უკან გაწევა. ხო, მაგრამ ეს არ იყო შემაწუხებელი, ხო? მაგრამ არის რომ შემაწუხებელი. რაღაცა ხო შემოვიყვირო, ბავშვმა რაღაც არ ვიცი, შევა დაარტყას, ჩაარტყას, ხო, რაღაცა გამოავლინოს ქცევით ეს. რომ წავით შეიძლება რომ ეს გამოვლინდეს ბავშვების შემთხვევაში. და ჩვენ ვართ ზრდასრული ადამიანები, ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ზრდასრული ადამიანები, ვინც ვასწავლით ჯანსაღ რეგულაციას, გამოვლინას, ჯანსაღ გამოვლინას ბრაზის. ანუ არა ის რომ არ გამოავლინოს ბრაზი და არ დაიცვას თავისი საზღვარი, რომ გამოავლინოს, უნდა ეს იყოს რეგულირებულად გამოვლენილი ბრაზი. ჩვენ ამას ვასწავლთ. ხშირად რა ხდება? ხო, რაც ძალიან ხშირად შეიძლება გსმენია თუნდაც ქუჩაში, სხვადასხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ვარ თქო მაინც და მაინც ჩემი პრაქტიკული გამოცდილება და რო არ დავიწროვდე ამ ხო? ხშირად გსმენია რომ რას ყვირი ხარ სირცხვილია, ხო? მე ძალიან შემძრა და არაერთხელ გამიგია მსგავსი ფრაზა რა თუ იყვირებ აღარ ვიქნები დედა შენი დაგტოვებ და ნახავ მერე. აი ეს არაერთხელ გამიგია ეს ფრაზა და აი ახლა გრძნობ როგორი მტკივნეულია შეიძლება იყოს ეს ბავშვისთვის. შემარცხვენელო, ხო? უფრო მსუბუქიც არის რაღაც ხო ნუტირი ან გოგოები რაღაცა ისე არ იქცევიან, როცა ყვირის ბიჭები არ ტიხარ. ცოტა შემოვიდე მეც ამ თემის დაკონკრეტებაში. ცოტა ხნის წინ ახსენე რომ კულტურული რაღაც საფუძველი წყარო აქ ამ ყველაფერს. ესეც ხო რაღაც კულტურული შეიძლება სქესობრივი დაყოფა, რომ მაგალითად გოგოები არ გამოხატავენ ბრას, ან გოგოები ესე აგრესიულად არ იქცევიან, ან ბავშვებისთვის ყველასთვის უნივერსალურია, რომ როცა გრძნობენ რაღაცას შეიძლება რომ ეს ტირილით გამოხატონ და ეს რაღაც ძლიერ მაკონტროლებელი არ აქვთ. ჩართული და ყველა გამოხატავს ტირილით, მის წყენას, ბრას თუ ასე შემდგომ. მაგრამ ბიჭების შემთხვევაში უმეორებენ რომ ბიჭები მაგალითად არ ტირიან და არ უნდა იტირო. მე ბევრჯერ გამიგია რომ ბრას ტირი ხარ გოგო ხო არ ხარ, ანუ ბავშვებს თავიდანვე ვასწავლით, ხო, რომ ეს თავისი ქმედება როგორ გააკონტროლონ ისე რომ სოციალურ რეგულაციებში და წესებში ჩაჯდნენ. და ეს სოციალური წესები, ასე ვთქვათ, ხო არ აკნინებს მათ ემოციებს და ემოციების გამოხატვის საშუალებას. რა კარგი კითხვა. ჩარჩო ძალიან მნიშვნელოვანია, სოციალური ჩარჩო, ხო? და მისი გრძნობა, ესე ვთქვათ, ხო, აი რაღაცა რომ იგრძნო, რა არის მისაღები რა არის მისაღები, რა არის მისაღები, რა არის მისაღები, ხო, აი დამაზიანებელი, შემაწუხებელი, რა შეიძლება იყოს სხვისთვის ან ჩემთვის, ხო, მაგის გრძნობა მე თანდათან ყალიბდება ზუსტად ამ სოციალურ ჩარჩოშიც მათ შორის.
ეს ჩარჩო მნიშვნელოვანი, როგორ ვაკეთებთ ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, ხო? ახსენე კულტურა და ჩვენ ასევე ვახსენეთ ის, რომ მშობლები, მაგალითად, თქვათ, მშობლები ის ადამიანები, ვინც ეხმარებიან ბავშვებს, ხო, ამ მიმართულებით, ემოციური რეგულაციის მიმართულებით. მაგრამ ესე იგი, ესე რომ ავიღოთ, ბავშვისთვის დამხმარე არის მშობელი და ბავშვობის დროინდელი გამოცდილება არის მნიშვნელოვანი. მის შემდეგ ზრდასრულ ასაკშიც როგორია მისი ემოციური რეგულაციის სტილი, თუ რაღაცა არ შეიცვალა, არ დაამუშავა, ხო, ეს მიყვება, მაგრამ ის მშობელიც თავისი ბავშვობიდან მოდის. და იმის მშობელიც თავისი ბავშვობიდან მოდის. მაგრამ შენ კულტურა ახსენე სწორედ, ხო, და რა არის კულტურა? კულტურა არის არა მარტო ტრადიციებია, ხო, რაც ჩვენ გადმოგვეცემათ, არამედ კულტურა არის ის, რომ გამოცდილება, გავაანალიზო და ხშირად ეს არის გაზიარებული გააზრება. გამოცდილების გაზიარებული გააზრება. და მე რაღაცა შევინარჩუნა იქიდან მნიშვნელოვანი გაზიარებული გააზრების პროცესში. ეხლა ჩვენ რო ვაზიარებთ ერთმანეთს, ეს არის გაზიარებული გააზრების ფორმატი. რაღაცა ჩვენ ამ მხრივ შეიძლება წინ მივდივართ, რაღაცებს ვარკვევთ ჩვენთვის თუნდაც, ხო? აქედან რაღაცა შევინარჩუნოთ და დავაშენოთ, განვავითაროთ. ამის რესურსი ძლევა სწორედ გაზიარებული გააზრება გამოცდილებების, ხო? ანუ ჩვენ ადამიანებს გვაქვს ინდივიდუალურადაც ჩვენთვის შევიქმნათ და განვავითაროთ ეს კულტურა, ოჯახური კულტურაც განვავითაროთ და საზოგადოებრივი კულტურაც განვავითაროთ, ხო? ამიტომ ერთია რომ კი ვისწავლე სადღაც რომ გოგოები ამ კულტურაში ასე არის მისაღები იქცევენ ბიჭები ასე, მაგრამ დღეს უკვე დავიწყეთ ჩვენ ამაზე საუბარი, ფიქრი მრავლად ხდება, ხო, შეიძლება ამან არ მოიცვა დიდი მასშტაბი, ჯერ არ ვიცი ეს როგორ არის. და კიდევ ალბათ ვიტყოდი, მე არ მაქვს უფლება ხო თქვა რაღაცები დაზუსტებით, ახლა საუბრობ უბრალოდ ანალიზის და გაზიარების ფორმატში, მაგრამ კულტურალურ დონეზე რამდენი როგორი გავლენა აქვს ამას, შეიძლება ეს უკვე საკვლევი საკითხი იყოს, ხო, დამატებით, რაზეც ხო, უფრო დაზუსტებული რაღაც მნიშვნელოვანი მონაცემები შეიძლება მივიღოთ. მაგრამ რო თქვით, რომ როგორ ვაკეთებთ ამას მნიშვნელობა აქვს, ნახეთ, ბავშვს როდესაც ვეუბნებით, ჩვენ როცა ბრაზობს, რომ შენ რატო ბრაზობ, სირცხვილია, ბავშვი ვერ მიჯნავს იმას, რომ ჩვენ არ მოგწონს ის გამოვლინება ბრაზის. ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის მიუღებელია ცოტას მთლიანად მისი პიროვნება, და ის ნაწილი, რაც იქ ჩანს, მისი პიროვნების ნაწილი არის მიუღებელი, ეს განცდა ჩნდება. ანუ განცდა ჩნდება, რომ ჩვენ მას ვუარყოფთ. და იქ, სადაც ბავშვი ვარ, დაუცველი ვარ და ზრდასრული უნდა დამიცვას და ის ზრდასრული, ვინც უნდა დამიცვას ის, რომ უარმყოფს, ყველაფერს ვაკეთებ, რომ გადავრჩე. ვერ გადავრჩები, დაუცველი არსება. აი ეხლა რომ გავაქცეოთ, რა შეიძლება იყოს ეგ ქმედება, გადარჩენის გამოვლენა. აი რა გამოვლინება შეიძლება ქონდეს ამას ბავშვის მხრიდან. ბავშვის მხრიდან შეიძლება ეს იყოს, აი ეს რომ ახსენე ორი მიმართულება, გავიხსენე. ერთი ეს შეიძლება იყოს არ შეჩერება. და ხედავ რომ არ არის დაცული ჩემი საზღვრები, ხედავ რომ არ არის გათვალისწინებული ჩემი პიროვნება და მე ყვირი, არ ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს იყოს გათვალისწინებული და მე არა მარტო აქ ეს დამცველობის განცდა მომხდება და სხვაგანაც ყვირი. და სხვა რაღაცა მცირე რაღაცას რასაც მიხსნიან, რომ აი ამას ახლა ვერ გაგიკეთებ, იქაც ყვირი, იმიტომ რომ განცდა მაქვს არ იქნება დაცული ჩემი საზღვრები. მეორე მოცემულობა რომ ვიბრუნებ, პრასტრო მიუღებელია, მე ამით მიუღებელი ვარ ამ ნაწილით და მე მინდა რომ მიღებული ვიყო, რომ არ მიმატოვონ, ხო? და ამიტომ ვიბრუნებ, ვსწავლობ ბრაზის რეგულაციის ამ ფორმას. ხანდახან საერთოდ ვიღებთ ორ ფორმას, ხო, ჩვენ ერთად განვიხილეთ უბრალოდ განდევნა და დათრგუნა და შეგვიძლია აქვე ვთქვათ, ახლა უკვე ალბათ არის ამის დრო, რომ განდევნა არის საერთოდ ვერ გრძნობს შეიძლება ეს ზრდასრულ ასაკში ესე გამოიხატება მე მოზარდობაშიც და ზრდასრულ ასაკში თუ გრძელდება რეგულაციის ეს სტილი, ქცევის ეს სტილი
არის სიტუაცია, სადაც უნდა გაუბრაზდე, იმიტომ რომ აი ახლა შენ რეაქციაც გაგიჩნდა, ხო? ნია, ეს იყო ჯანსაღი რეაქცია, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ არ თქვას. კი წევა, იმიტომ რომ ფიზიკურად რეაქცია აქვს, მაგრამ ვერ ამბობს. რო გითხოთ, იცი შეიძლება არც მე არ მეთქვა, შენ რო არ გეთქვა, რომ მითხარი რას ეცნო. მეც ალბათ ის ტიპი ვარ, რომელიც ინახავს ამ ყველაფერს. ხო. აქ მინდა რომ რაღაცა დავაზუსტოთ. შენ თქვი, რომ ჩემი რეაქცია, თუნდაც გაწევა და თქვა, რომ ნინი აი ამის შემდეგ აღარ მოხვიდე ჩემთან ახლოს, იყო რაღაც ადეკვატური, ხო? ან ჯანსაღი იყო ეს გამოვლინება. ეხლა რო ვთქვათ, რა შეიძლება და ყოფილიყო არაჯანსაღი. რომ მე შენთვის მეყვი რა, თუ რა შეიძლება ჩათვლილიყო აქ არაჯანსაღ გამოვლილებად. რა საკეთებ შენ და მოსულიყო თავს დამსხმოდი შეიძლება. მე ხო გიმოვიდოდი? ხო. მაგრამ აქ უფრო შეიძლება ადეკვატური, არ ვიცი, ახლა იქაც ზართულია ზღვარი გავიცი, რატომ მე დავარღვი, შენ მითხარი, რომ ეხლა უკვე ის კონდა მე მაინც ვარ, ამიტომ შენთან რომ მეტი აგრესია წამოსულიყო, ესეც ჯანსაღი იქნება. იმიტომ რომ იმას ასე არ ესმის, რაღაც ცოტა უფრო მეტი ენერგია მჭირდება, ისე რომ დავიცვა ეს ჩემი საზღვარი, თორე დანარჩენად წამლეკავენ, ხო? ეს განცდაჩნდება. ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ეხლა შენგან უფრო მეტი აგრესია იქნებოდა არადეკვატური, ადეკვატური იქნებოდა, იმიტომ რომ შენ თქვი და არ გაითვალისწინეს. და მეორე ძალიან არაჯანსაღი, ამის უფრო მკვეთრად თქმა შეგვიძლია ამ შემთხვევაში, შენ არ გითქვა, საერთოდ რო გითქვა, მე რომ მეკითხა, მაგრამ რა იგრძენ? არაფერი, რა ვიცი, ხო, არაფერი, ახლა რა ვიცი შენ. ესეც განწყობილი ვარ შენს მშობელმა არაჯანსაღად. ხო, იმიტომ რომ ნახე აქ რა ხდება, აქ ვერც კი ხვდება, რომ ის გაბრაზდა. ანუ ვერც გეუბნება ამას, რომ გაბრაზდა. ოღონდ ეს მინდა რომ დავაკონკრეტო. გრძნობს და ვერ ამბობს კი არ არის, ვერ გრძნობს. ანუ ვერ აცნობიერებს ამის თქმა მინდა. და მეორე, ეს არის განდევნა. განდევნილია ეს ემოცია. და მეორე დათრგუმა. ვაცნობიერებ, ანუ ვგრძნობ, არა ვერ ვამბობ, მე შინია. ვიბრუნებში გნით. ხო? მაგრამ რასაკეთებს სხეული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვამბობთ არას. წამოვიდა ეს ადამიანი და არ გვია ჩემი საზღვარი, მაგრამ სხეული ამბობს არას ამ დროს. სხეულს აქვს რეაქცია და ენერგია. რომ ჩვენ ყველა ემოციის დროს, როგორც ვახსენეთ, ფიზიოლოგიური რეაქციები გვაქვს, ხო ეს თანმდებია ემოციების. და ბრაზის დროსაც არის ძლიერი ენერგია, აგრესიული ენერგია მოდის ბრაზის დროს. ამის დაკონკრეტებაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ აგრესიული ენერგია რატომღაც შინაარსობრივად არის შეფასებული და შეფასებულია როგორც ნეგატიური, არა მას არ აქვს ასეთი შინაარსი. ისიც არის რაღაცა ესეთი ენერგია, ძალა, მაგალითად აგრესიული ენერგია მე რომ ვაშლს ჩავკბიჩავ, ამისთვის მჭირდება აგრესიული ენერგია. შეიძლება აგრესიული ენერგია მჭირდება, რომ დიახაც დავარტყა ვიღაცას, კი ბატონო, ეს აქაც ვლინდება აგრესიული ენერგია, მაგრამ აგრესიული ენერგია ძალსაღად არ არის ნეგატიური, ხო? შეიძლება უბრალოდ იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ხშირად მას შინაარსი, ნეგატიური შინაარსის ატარებლად შეიძლება იყოს მოხსენილი. როცა ამბობენ ამ ემოციას, ყოველთვის ფიქრობენ, რომ ეს რაღაც ნეგატივთან ასოცირდება, მაგრამ როგორც უკვე თავშივე დავაკონკრეტე, ყველა ემოცია არის ჯანსაღი, ემოციებს უნდა განვიცდიდეთ და საჭიროა თუნდაც ეს ბრაზის ემოცია, თუნდაც სპორტი რო ავიღოთ, ანუ სპორტში აუცილებლად გჭირდება შენ წარმატებას მიაღწევ, იმ შემთხვევაშიც ან დაგეხმარება წარმატებაში ამ ემოციების ადეკვატურად განცდა. ანუ ეს ემოცია თავშივე არ უნდა მოვისაზროთ, რომ თუ ადამიანი ამას განიცდის, ესე იგი რაღაც პრობლემა. არანაირი პრობლემა არ არის ამ ემოციებში. უბრალოდ მე როგორ გამოვხატავ და ქცევაში როგორ გადმოგვაქვს ეს ყველაფერი და იმ სიტუაციასთან როგორ შესაბამისობაში, ალბათ აი აქ ერთვება უკვე ეს რეგულაციის დონე. კი, მე მისმის რომ ხა შეიძლება არ ვიცი ვინც გვისმენს ჩვენ ისიც შეგარობს რომ მივიდეთ რეკომენდაციას, მაგრამ ჩემი სტილი არის ეს და რატომ გავხსნი რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ დამოკიდებულებაზე, ანუ ბრაზთან გვაქვს საქმე, გადავსინჯოთ ბრაზთან, კონკრეტულად ბრაზთან, რასაც ბრაზზე
ახლა ბრაზზე ვსაუბრობ, კონკრეტულად ბრაზთან დაკავშირებით გადავსინჯოთ ჩვენი დამოკიდებულებები, რა მნიშვნელობის მატარებელია, რომ მე ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ მარტივად მე მოვყვებით, ის იყოს უფრო გასაგები და სინამდვილეში ისე შესრულებული, როგორც უნდა შესრულდეს. ამიტომ ვაგრძელებ ამაზე ცოტა კიდე მეტად, რომ სხეული, როდესაც ამბობს არას, ხო? და მე მაინც ვეწინააღმდეგები სხეულს. ეს აგრესიული ენერგია მოდის, ხო? ახლა შენახსენე რომ სპორტშიც მნიშვნელოვანია საკითხი. კი, ნამდვილად მნიშვნელოვანია აგრესიული ენერგია კეთებისთვის, ხო? რაღაცა ძალას გაძლევს. ყველაზე ფიზიოლოგიურად, ხო, ის რაც არის, ესე ვთქვათ, როგორც ვლინდება ჩვენი ემოციები ფიზიოლოგიურად და სად რა ენერგია არის ხოლმე რომელი ემოციის დროს, ესეც არის უკვე იდენტიფიცირებული სურათი გვაქვს ჩვენ ამისი. ყველაზე დიდი ენერგია მოდის ხოლმე სიყვარულის დროს, ბედნიერების და ბრაზის დროს. ხო? ზედმეტნაკლებად ყველაზე მაინც ეს სიყვარულს აქვს ეს დიდი ენერგია და ბრაზიც არის ერთ-ერთი ამ სამეულში შედის, რასაც ძალიან დიდი ენერგია აქვს. წარმოვიდგინოთ, რომ ამ ენერგიას მუდმივად თრგუნავ. და გაბორ მატე არის ესეთი ექიმი და განვითარების ტრამვის სპეციალისტი მკვლევარი, რომელიც დააკვირდა ასეთ რაღაცას, რომ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, მათ შორის დემენცია, ონკოლოგიური დაავადებები კი ხო, მათ აქვთ რეგულაციის ერთნაირი სტილი. ფუნდამენტური ემოციების რეგულაციის ერთნაირი სტილი, მათ შორის ბრაზის რეგულაციის ერთნაირი სტილი. ეს არის განდევნა ან დათრგუნება შემთხვევაში. მაგრამ ეხლა რო არ შევაშინოთ ჩვენი მსმენელი, ჩვენ გვაქვს განკურნების გზა. და განკურნების გზა არის ის, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიცოდეთ ეს რა ხდება ამ დროს და მერე სწორედ მივმართოთ ჯანსაღ გზებს. რაც მინდოდა ძალიან მეთქვა კიდევ აი ამ ბრაზზე. საზღვრის მონიშნის ფუნქცია ხომ აქვს, ამავდროულად აქვს ფუნქცია იმის, რომ გამოვარკვიო რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი პრობლემა. პიროვნულად, ხო? რომ რაღაცაზე რომ ბრაზდებ, ესე იგი ჩემთვის მნიშვნელოვანია. რაღაცისთვის ეს არ არის გასაგებია. რაღაცისთვის არის გასაგებია. ანუ მე აქ ვარკვევ ჩემს პიროვნებას, პიროვნულ ნაწილებს. ვის სანამდე ვუშვებ, ვის არა ფიზიკურად მარტო, არამედ ფსიქოლოგიურ დონეზე, ხო? ვის რას ვუზიარებ, ვინ თუ რაღაცა ისეთ კითხვას მისვამს, ხო? რომელიც არის ძალიან ინტიმური, ჩემთვის ინტიმური, ამაზე რეაქცია მქონდა. ანუ მე ვარკვევ ჩემს თავსაც, ბრაზი ამ ხრივად ძალიან მნიშვნელოვანი ემოცია. წარმოიდგინეთ რა ხდება, როცა მე მიბლოკავენ ბრაზს, მე მიბლოკავენ ამ პროცესს. რომ თუ მე როგორც თქვით მიჩნდება განცდა, რომ მიუღებელი ვარ ჩემი ამ ნაწილით, მე იმ ნაწილთან ანდათან კარგავ ცდომას და იმ ენერგიასთან, რაც მოაქვს, ბრაზ აგრესიულ ენერგიას, რაც მნიშვნელოვანია, ანუ ჩემს პიროვნულ ნაწილებთან და ენერგიებთან თანდათან კარგავ ცდომას. და ეს რა არის? საყრდენის გამოცდა. საყრდენი მთავარი არის სწორედ ის, რომ მე დავდგე იქ, რაც ნამდვილია ჩემთან. არა შევაფასო, მოწონს თუ არ მოწონს. რაც ხდება ჩემთან. ეს არის ნამდვილი და იმას შემიძლია მხოლოდ დავეყრდნო. არა ნამდვილი ჯვარდება. ნამდვილი საყრდენი ესა და ხო, მე ძალიან მინდა არ ვიცი შენ ხო არ მიდიხარ იქიდან სირცხვილსაც დამკავშიროთ. მე ეხლა ზუსტად მაგაზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ამას როცა ახსენებდი, რომ როცა გიბლოკავე ამ ყველაფერს, ერთხელ მოხდა რომ რაღაც გამოავლინე შენი ემოცია და გითხრეს რომ ეს არ შეიძლება და რა თქმა უნდა მიიღე პიროვნულად და დაბლოკე. მეორედ მესამედ და უკვე შენ რაღაც გიმტკიცდება ეს შეხედულება შენ თავზე რომ რაღაც შენში ვერ არის რიგზე შენ ხარ ცუდი ამ მდგომარეობას ქვია სირცხვილი რაღაცა გრცხვენია და ადრე ვკითხულობდი რაღაც წიგნს აქვე რეკომენდაცია გავცეთ ამ წიგნის რეკომენდაციას გავცემ ბრენე ბრაუნი არის ამერიკელი ფსიქოლოგი მწერალი სპიკერი ძალიან საინტერესო ქალია, რომელიც იკვლევს ამ თემას, სირცხვილს. და ესეთი წიგნი აქვს დაწერილი, სახელი მგონი კარგად აღარ მახსოვს, მგონი ესეა ქართულად, რომ მეგონა რომ მარტო მე ვიყავი ასე, მაგრამ ესე არ არის. ესე ქვია ქართულად, რომ
მარტო არ ხარ იმ გასტაში ხო და წიგნი იწყება ესე რომ ადამიანს როცა იკითხებიან რომ რისი გრცხვენიან რა არის შენი სირცხვილის გამოცდილება ყველა ჩუნდება და ვერ ლაპარაკობს ამაზე, იმიტომ რომ ყველა ემოციაზე შეიძლება რომ იყოს ასე ვთქვათ დისკუსია და ეს თვითრეფლექსია, მაგრამ როგორც კი საქმე ეხება სირცხვილს ბოდიში იქვე ჩვენ ჩუნდებით და ვერ ვამბობთ რა გვწყვენია ჩვენ, რა არის ჩვენი სირცხვილის გამოცდილება. იმიტომ რომ რაც სირცხვილს განარჩევს სხვა გრძნობებისგან, თუნდაც დანაშაულისგან, თუნდაც დაცინვისგან, ეს არის ის, რომ დანაშაული არის ის, რომ იცი, რომ არასწორად გააკეთე რაღაცა, ანუ აქცენტი კეთდება ქმედებაზე, მაგრამ სირცხვილი არის ის, რომ შენ ხარ, შენ პიროვნებაზე კეთდება, შენ ხარ ცუდი. და იქ დიფერენცირება ძალიან რთულია, ანუ გულისხმობ, რომ ძალიან რთულია ამ სირცხვილის გრძნობიდან გამოსვლა და რთულია, რომ შენ თავს უთხარ, რომ შენ არ ხარ ცუდი, ანუ შენში არ არის რაღაც ეს ნეგატივი. და რაც ვახსენე უკვე მაგალითად დანაშაული. დანაშაულის გამოსწორება და ჩვენთვის პიროვნებებისთვის დანაშაულთან ბრძოლაც შედარებით უფრო მარტივია, იმიტომ რომ ვიცით ობიექტი, რაც შეგვეშალა დანაშაული რასთან მიმართებით არის და აქ ჩვენ პიროვნებას არ ვადანაშაულებთ, ასე ვთქვათ. ამიტომ არის უფრო რთული ფორმა სირცხვილი, ვიდრე დანაშაული და სხვა დანაშაული გრძნობები. და ეს ყველარი ბრენე ბრაუნი ამბობს, რომ ყველაზე რთული, რასაც შეიძლება რომ ჩვენ ვებრძოლოთ და ბავშვს რასთანაც შეიძლება კავშირი გქონდეს, ყველაზე რთული ეს არის სირცხვილი. ბავშვი არ უნდა გადავიყვანოთ სირცხვილში და მშობლებსაც ამას ურჩევს, რომ არ უნდა ვუთხრათ მუდმივად ბავშვს, რომ ცუდი ხარ, იმიტომ რომ ეს გააკეთე, ეს თუ მოგივიდა, ეს ცუდია. ასევე ძალიან დიდი გაფრთხილება იყო მასწავლებლებისთვისაც, რომ თუ მაგალითად ბავშვი ხმაურობს ან რაღაცას გამოთქვამს გაკვეთილზე, რაც შეიძლება მასწავლებელმა ჩათვალოს, რომ ეს ბავშვი ცელქია, ან ძალიან ბევრი უზრდელია და ესეთ სახელებსაც არქმევენ ხოლმე. ეს არის ძალიან საშიში ბავშვის გაზრდის მომენტში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეიძლება ბავშვს გადავიდეს სირცხვილში. ამიტომ მაქსიმალურად რაღაცნაირად ფილოთ უნდა ვიყოთ, რომ ბავშვენ არ დავუნერგოთ სირცხვილის განცდა. იმიტომ რთულია მე აქედან ამოსვლა. მართლა რა ძალიან საინტერესო იყო ეს როგორი იყო? ძალიან ის ინტერესით გისმენდი, მეზრე საუბრობდი. და ზუსტად იმის გამიჩვენა საინტერესო, რომ დანაშაულის განცდა შეიძლება და განსაკუთრებით შემდგომ ასაკში, რაც 5 წლისთვის ბავშვი უკვე ამას ახერხებს, რომ გამიჯნოს თუ ქცევაზეა მიმართული კონკრეტულად უკავშირი. და შენ ახსენე სწორედ და მეც ამ კავშირ ასე შევიდოდი ესე ვთქვათ ამ კავშირში, რომ როდესაც მე ვარ მყოფენ, ხო, ჩვენ ვთქვით, რომ ამას აქვს უარყოფის ეფექტი, ესე ვთქვათ, როდესაც ბრაზის გამოხატვას მიბლოკავენ, ნებისმიერი ემოციის გამოხატვას, ნებისმიერი რამის გამოხატვას, ახლა რა ხომ ბრაზს ვეხებით. ხშირად ვიღებთ სწორედ ამის, რომ ესე იგი მე არ ვარ მისაღები, მე არ ვარ მოსაწონი და ჩდება სირცხვილის გრძნობა. მნიშვნელოვანია დავაკონკრეტოთ, რომ ეს არ არის ემოცია სირცხვილის, ეს არის სირცხვილის გრძნობა. სირცხვილის ემოცია ძალიან ჯანსაღი რამეა და ეს არის საჭიროც, ისევე როგორც ყველა სხვა ემოცია. ხო, ის თუნდაც სოციალური გრძნობისთვის მნიშვნელოვანია სირცხვილის, აი ჩარჩოს გრძნობისთვის მნიშვნელოვანია სირცხვილის გრძნობა. ეს ემოცია, მაგრამ გრძნობა არის არაჯანსაღი. Într-un შეიძლება ისეთ დროს შემრცხვეს, როდესაც არ უნდა შემრცხვეს და რას ნიშნავს არ უნდა შემრცხვეს? უარყო, ჩემი თავის გამოხატვა. სირცხული რას ჩამჩურჩულებს? სირცხული ჩამჩურჩულებს, რომ შენ თუ ახლა გამოიხატები, შენ თუ ახლა გამოვლინდები, შენ უარყოფი. და გეშტალტი რას გვეუბნება? გეშტალტი გვეუბნება შენ თუ გამოვლინდები, ეს არის გზა შეხორცებისკენ. ეს არის გზა შენი სიმხარის განვითარებისკენ, შენ თუ შეძლებ შენი ნაწილებთან წყლომას, გამოვლენას, და ეს არის გზა პიროვნული განვითარებისკენ. გამოვლენას
ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს მშობელმა როგორც ბავშვის რეგულაციის კონტროლის გზაზე, ასევე თვითონაც, ანუ აქ შენს გაუსვი ცოტა ხნის წინ ხაზი და მეც მინდა რომ გამეორდე, რომ როცა მშობელს ვესაუბრებით, რომ აი შენ შვილთან ისეთი მიდგომა უკეთესი იქნება და რეკომენდაციებს გავცემთ, აქ მშობელმა უცებად უნდა იცოდეს, რომ აქ მხოლოდ ბავშვზე კონცენტრირება არაფერს არ მისცემს, თუ თავის თავზეც არ იმუშავა. ამიტომ ის რეკომენდაციები, რაზეც ბავშვს გავცემთ, დაახლოებით იგივეა. მასეც რომ მანაც უნდა იმუშაოს თავის ემოციებზე, რომ ამ ემოციების გამოთქმა მნიშვნელოვანია, ამ ემოციებთან ასე ვთქვათ პირისპირ დარჩენა მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ მასთან გვაქვს საქმე, ასე ვთქვათ. ნამდვილად, აი ხანდახან არის ხოლმე, რომ მშობელს თავისი დაუმუშავებელი ემოციები გადააქვს, ხო? მისმის რომ რთულია ხოლმე მშობლისთვის ეს, იმიტომ რომ როცა საუბრობ ბავშვებზე, მოზარდებზე, მე ხშირად მიწევს ვისაუბრო მშობლებზე, მათ კეთილდღეობას და მისმის რომ ეს ბევრ პასუხს ისედაც ხო ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მშობლობა და ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაგრამ აქ მინდა აღვნიშნო და მე ეს მიმსუბუქებს, ესე ვთქვათ, ამის თქმას და ამიტომ გაბედულად ვამბობ უფრო ამას და აღარ ვფრთხი ამის თქმას და აღარ, ესე ვთქვათ, ვფრთხილდები მშობლებს იმის ფონზე, რომ ეს არის თვითზრუნვა. მშობლის თვითზრუნვაზე გვაქვს საუბარი აქ, ხო? თავად გაბედოს იყოს კარგად. ხშირად არის ხოლმე, რომ როცა ბავშვი ჩნდება, მე უკვე გადართვა მასზე ხდება, მაგრამ თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შენ რო გაბედო იყო კარგად, ეს უკვე მოქმედებს პოზიტიურად მშობლებს. ან არ არსებობს რაღაც არ გვეშლება, ხო? ეს ძალიან ჯერთი არც არსებობს პრაქტიკაში და მე საჭიროც არის, იმიტომ რომ ბუნებრივ სივრცეში ბავშვი უნდა იღებდეს, არ ვიცი, შეიძლება ხანდახან ყვირილსაც ისეც, რომ ინანოს მშობელმა რაღაცა უხეშ მიმართვასაც, რომელზეც ეს არ უნდა იყოს უბრალოდ სტილი. ხო? თორე ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს და ეს უნდა იყოს, ეს დაცულ, ასე ვთქვათ, მშობლიურ ბუნებრივ მისთვის უსაფრთხო გარემოში, როცა ის ხვდება ამ ემოციებს მეტად უმკლავდება, გარეთ მერე კიდევ უფრო მეტად უმკლავდება. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერ უნდა შეგვეშალოს, ვერც იქნება ასე და არც არის საჭირო და პირიქით ზოგჯერ უნდა შეგვეშალოს, ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ, და ეს ცხოვრებაა, ჩვენ პოზიტიური მშობლობა რა არის? არის არა ის, რომ იყოს სწორხაზოვანი და ყველაფერი დავიცვა, არამედ დავფიქრდე, ერთი რომ ვიზრუნო ჩემს კეთილდღეობაზეც და დავფიქრდე გამოცდილებებზე. აი გააზრება გამოცდილებების, ალბათ ეს არის პოზიტიური მშობლობა. და რაზე საუბრობდით მშობელზე იკითხე, რომ მშობლის ხშირად ხდება, რომ ეს გადაცემა ემოციის, ხო? ეს იყოს მე ჩავაყენებ მშობლის როლში თავს, უფრო კარგად იგრძნობ თავს, რომ მაგალითად ჩემი როგორც მშობლის ბავშვობის დროიდელი რაღაც გამოცება, რასაც ვაწყდები იგივეს ჩემს შვილთან და ჩემი ემოცია მოდის და გამოხატვაზე თქვი, რომ დავეხმაროთ, ხო? როგორი მნიშვნელოვანია, რომ გამოვახატინოთ. მნიშვნელოვანი არის შევხვდეთ, დავინახოთ მისი ემოცია და მივიღოთ, მივცეთ სივრცე, რომ მისაღებია მისი ემოცია. ანუ აქ ჩავვრთოთ ემპათია. აუცილებლად. მადლობა კი ამ სახელმწიფოსთვის ემპათია. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ემპათია საპირწონედ სიმპათიისა. ხშირად გულისხმობ, ხშირად არევა ხო ხდება ხოლმე, ხო? აი რაღაც რაღაცას აზიარებს, რომ აი მე როგორ დავიღალე და ჩვენ მეუბნებით, რომ ხო მესმის რომ დაიღალე, მაგრამ არა უშავს აი მალე მორჩები სამაგიეროთან რაღაცა, ხო? ვერა ვთქვა ალბათ ეს კიდევ ეს შემთხვევა შედარება, მაგრამ აი ისიც თუნდაც რომ რაღაცებს ვულამაზებთ. ეს არის სიმპათიის ნაწილი, ხო? ეს შეიძლება იყოს. რაღაცებს ვულამაზებთ და ხშირად დამხმარეა, სიმპათია არ გვეხმარება. აბსოლუტურად. შეიძლება პირიქით გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს, იმიტომ რომ შენი ოდები რომ გაგიგებენ, ხო? ეს არის რომ უბრალოდ ხშირად ყოფილა ესეთი მომენტი, რომ რაღაცას რო ვაზიარებ, არ მინდა რჩება, არ მინდა რაღაც ჭკუის დარიგება. ერთადერთი რასაც ვითხოვ არის, რომ ვიყო მოსმენადი და გაიგონ. ალბათ ეს არის რაღაც ფუნდამენტი მშობლებისთვისაც, რომ რაღაცას რო აზიარებენ, მან არ უნდათ იმის მოსმენა, მაგალითად, მე თუ გიზიარებ, რომ აი ეს რაღაც ცუდად ვარ,
არ მინდა ეხლა რომ მოვისმინე რომ ისე შენ ჩემზე ცუდად ხარ მაგალითად ან რჩევები. უბრალოდ მინდა რაღაც გისმოდეს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად. ჩვენი აი ეს საუბარიც რაღაცა მან ამ ჭრილშია ძირითადად გვესმოდეს რა ხდება და რასთან რჩევები იქნება. და რჩევას მე მისცემ ბავშვს აუცილებლად, ხო? კი, შეიძლება მისცე რაღაც რჩევები, რაღაც ხედვა სჭირდება თუნდაც რომ იცოდეს მისი ოჯახში რა არის მიღებული, რა არ არის, რა ღირებულებებია მიღებული, რა არ არის, განა არ ვისაუბროთ რაციონალურ დონეზე. მაგრამ ჩვენ ხო ძირითადად ბავშვებს და მოზარდებს სკოლაშიც სამწუხაროდ საგამართლებლო სისტემა ნუ ასეთია ძირითადად ალბათ. რასაც მან ხედავ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ოჯახებშიც ვესაუბრებით ამ დონეზე. ხო, ნუ ვუხსნით, ვურჩევთ, მაგრამ ეს არის პატარა სივრცე, ხო, ჩვენ ხო მარტო ეს არ ვართ რაციონალური სივრცე, შუბლის წილი. ხო, ჩვენ გვაქვს ლიმბური სისტემა ემოციური ტვინი, ესე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს რეპტილიური ტვინი, კიდევ უფრო პირველყოფილი, სადაც ინსტინქტები იმალება და არის და სხეულთან, რასაც აქვს ძალიან მყარი კავშირი, ხო? ჩვენ არ ვართ მარტო რაციონალური ტვინი და განსაკუთრებით როცა ემოციები ჩვენს ეძახიან, რა? ჩვენს ეძახიან, კი ბატონო, არის ეს თეორია, რომელსაც ეძახიან სამ ტვინს და მათ აქვთ რაღაცა თავისი კავშირები ერთმანეთთან, ხო? და ემოციაზე როცა ვსაუბრობთ ემოციის რეგულაციაზე, ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ ის სხეულებრივი რეაქციები მოდის რეპტილიური ტვინიდან. რეპტილიური ტვინს ეწოდება ლიმბური სისტემიდან სიგნალი, რომ რაღაც ხდება, რომ ეხლა რაღაც საშიშროება ძირითადად გაქცევა დაცვის რეჟიმში არის ხოლმე, გვიცავს მოკლედ ჩვენი ტვინი, ჩვენი ფსიქიკა გვიცავს, უბრალოდ როგორი გზით გვიცავს ამაში ხანდახან შეიძლება იყოს არაჯანსაღი და ამაში ჩვენ გვაქვს სწორედ რაციონალური ტვინი, რომ დავეხმაროთ ჩვენს ფსიქიკას, რომ შეარჩიოს ჯანსაღი გზა. და ამიტომ ჩვენ რო ვისაუბრებით რაციონალურ დონეზე, ეს არც არის გასაგები, არც არის დამხმარე. უშო შემთხვევაში. ხო, რაც მჭირდება პირველ რიგში და ფუნდამენტურად ეს არის რომ შემხვდე იმ დონეზე, სადაც მე ვარ. მე ვარ ჩვენ სხვადასხვა ნაპირზე ვართ შეიძლება. მე ვხედავ როგორც მშობელი, როგორც მასწავლებელი, არ ვიცი, როგორც ფსიქოთერაპევტი, თუნდაც რომ შენ ხარ დინარის მეორე ნაპირზე. სადაც ბნელა, ხმაურია, ცუდია, ხო, რაღაცა უსიამოვნოა, უფრო სწორედ ყოფნა ქარია, ასე შემდეგ. ჩემთან სიმშვიდეა, სინათლეა. მე გეუბნები, რომ აქ ძალიან კარგია. არა, ასე ვერ გადმოვა. მაგრამ დამხმარე რა არის? გადავიდე მასთან. ხო, როგორია იქ ყოფნა და ერთად გადმოვიდეთ აქეთ. ეს არის დამხმარე. ისი ხედვით ვიცადო რომ დაინახო ისაც ის ხედავს არა. ხო, მესმის შეჯერზე რაღაც მარტო სიტყვით კი არა, ხო, მართლა რომ მესმის და ემპათია სწორედ ეს არის, ხო, დაუკავშირდე შენში იმ ემოციას, რასაც შეიძლება სხვა გრძნობდეს. შენ ციგრძნობს გავს. აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშობლის შემთხვევაში, რომ ხანდახან ფსიქოთერაპევტებსაც გვაქვს ეს რისკი თუ არ ვმუშაობთ ჩვენს თავზე სათანადოდ. ხანდახან გვაქვს ეშინია. და თუ მე მაქვს შიშის უცაფრი გამოცდილებები ან შიშის რეგულაციის პრობლემები, როგორც მშობელს, როგორც მასწავლებელს, როგორც ფსიქოთერაპევტს, ეს შეიძლება თანაგრძნობა კი არ იყოს, ჩემმა შიშმა გადაფაროს ეს და წამლეკავი შეიძლება იყოს ბავშვთან. ესეც არ არის თანაგრძნობა. რომ მე ჩემი გამოცდილებები წარმოვიყო და ამან წამლეკოს საერთოდ. შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ბავშვი გრძნობს. და ბავშვს არ ჭირდება. რატომ არის მშობელი და ზრდასრული დამხმარე? არ არის მოცული, შეიძლება ბავშვი მოცულია იმით. მოცული არ არის, როგორც კი უკავშირდება მის ემოციას. იმის ემოცია, ბავშვის ემოციის ინტენსივობა იკლებს, ახლა არის იმდენად მოცული, იმიტომ რომ გაზიარებული ხდება მისი ემოცია, მაგალითად იგივე ხდება ბრაზის დროს, გაზიარებული ხდება მისი ემოცია და კიდე რა რესურსი ეწოდება ჩვენგან ზრდასრულის მხრიდან, რომ ერთი რომ სადღაც რაღაც ნაწილში შენთან ვარ და მე მაქვს ჩემი ნაწილიც, სიმყარის, სიმშვიდის, რომელიც ასევე გეწოდება შენ. აი, ამიტომ არის ეს რეგულაციაში დამხმარე არის ის ადამიანი, ვინც თავად ახერხებს რეგულაციას, ხო?
ეს ძალიან შეჯამებული იყო ამის. ეხლა მინდა რომ ნელ-ნელა გადავიდეთ თუნდაც რეკომენდაციებზე, მაგრამ რეკომენდაციას აი ესე რომ მივუყვეთ, მე შენ გაგიზიარებ კონკრეტულ кейს, რაც მაგალითად ერთ-ერთმა მშობელმა მითხრა, რომ აი ამასთან ეს არის მისი გამოწვევა, ასე ვთქვათ, მიშვილთან ურთიერთობისას და ეს кейსი რო განვიხილოთ თან რეკომენდაციების სახით. ესეთი ამბავია, რომ მაგალითად ბავშვი არის 2 წლის, 3 წლის, აი ამ ასაკის შუალედში, 2-3 წელი. ბავშვი რაღაცას რო ითხოვს, რაღაცა რო უნდა, სანამ ის არ აუსრულდება, მუდმივად ტირის, ანუ მოკლედ, სანამ არ აუსრულება, სულ ტირის, აგრესიას გამოხატავს, ეს შეიძლება გაგრძელდეს საათი, რომ ბავშვი ტირის, ანუ მშობლისთვისაც წარმოიდგინე, რამხელა ემოციური რაღაც სირთულეა, რომ ხედავ შენი შვილი როგორ ტირის რაღაცისთვის, რომ ეს მიიღოს. აქ მშობლებს რასაც ეუბნებიან არის, რომ ყველაფერი არ აუსრულო, ყველაფერი არ უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ რასაც მოითხოვს აუსრულდება, მაგრამ რთულია იმის გაძლებაც, როგორ ტირის შენი შვილი, ოღონდ თან იცი, რომ ეს რაღაც 10 წუთი და 15 წუთი არ გრძელდება. ეს შეიძლება გაგრძელდეს 1 საათი. ანუ ბავშვი სანამ არ მიიღებს იმას, რაზეც დაიწყო ტირი და რაც მოითხოვა, მუდმივად გრძელდება ეს ქმედება. რაც შეიძლება იყოს ტირილი, ასევე შეიძლება ეს აგრესიულ ქმედებაშიც გადმოვიდეს, რომ მოვიდეს და დაგარტყას ხელი. ამ შემთხვევაში მშობელს რა შეიძლება რომ ვუთხრათ, ან რასთან აქვს საქმე, ან ამას როგორ უნდა გაუმკლავდეს. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ალბათ მე არ მჯერა, რომ ერთი უნივერსალური რაღაც რეკომენდაცია არსებობს, რომელიც ყველას ერგება. აქ ინდივიდუალური გარემოებებიც ძალიან გასათვალისწინებელია. კი ბატონო. რა თქმა უნდა, როცა საუბრობთ ადამიანზე, არ აქვს ჩვენი პროფესიის მხრივ თუ სხვა მხრივ ყველგან შემოდის ინდივიდუალურობა და განსაკუთრებით ჩვენთანაც არაზუსტი მეცნიერება. და ალბათ შეიძლება ვთქვათ განზოგადებულად და არ ვიცი იმ ადამიანს ვისაც ჩემ გულისხმობდი რამდენად შეიძლება ეს ერგებოდეს, ან შეიძლება რაღაც ნაწილი გამოიყენოს ამის. პირველი რაც ასაკობრივად ან ბუნებრივია ახალმე ამ ასაკში, არ ვიცი რაღაც ტანტრუმის ქცევა იყო თითქოს აღწერილი, ასე მომეჩვენა. ესეც არის რა? საჭიროების დაფიქსირების ფორმა. მე რა მჭირდება, ხო? ამის დაფიქსირების ფორმა. და ჩვენ ამ ფორმებსაც ვსწავლობთ. ხო, ესეც არის ის რეგულაციის გზა, ესე ვთქვათ, ხო? ის ფორმა, ჩვენ ყველას გვაქვს ემოციური რეგულაციის ჩვენი გზა, უბრალოდ ეს არის შეიძლება ითქვას არაჯანსაღი, იმიტომ რომ გარემოს აზიანებდეს, შეიძლება თავსაც იზიანებდეს ამ პროცესში, ხო? აქ გვაქვს ადგილი უფრო ბრასთან გაჭედილობაში, როგორც ხედავ, იმიტომ რომ საიდან იწყება ხოლმე რეგულაციაში დახმარება. რეგულაციაში დახმარება იწყება პირველივე თვეებიდან, მაშინ როდესაც ძირითად შემთხვევაში დედა არის ეს ადამიანი, მიჯაჭვულობის ობიექტი, როდესაც დედა აირეკლავს ბავშვის ემოციებს, ხვდება, ამბობს, ახმოვანებს და ახმოვანებს თავადაც რო გრძნობს. აი ამ არეკულიდან იწყება რეგულაციის პროცესი. ემოციური რეგულაციის პროცესი. და ჯანსაღი მიჯაჭვულობით. ჯანსაღი მიჯაჭვულობა არის ამოვიცნო შენი საჭიროება, რაც შენ გჭირდება პასუხი. დავაკმაყოფილოთ ყოველთვის არა, ხო? ანუ ახლა ჩვენის საჭიროებებს ხშირად უფრო დავაკმაყოფილებთ, იმიტომ რომ იქ არის რაღაცა ფიზიოლოგიური ფუნდამენტური მოთხოვნილებები, ემოციურად რაღაც საფრთხოების მოთხოვნა, ძირითადად და შემდეგ შემოდის ემოციური მოთხოვნები. ყოველ შემთხვევაში პასუხი არის მნიშვნელოვანი და არა დაიგნორება. რაღაცა სადაც შემიძლია რომ ეს იყოს დაკმაყოფილებული და ვთვლი რომ არის საჭირო რომ იყოს დაკმაყოფილებული, როგორც მშობელი, სადღაც შეიძლება ვერ დავაკმაყოფილო, მაგრამ თან აგრძნობ ეს საუბრო, ვთქვა რომ აიმე როგორ ვტკივა, ალბათ შენ რაღაც, ხო იმ წუთას ვერც მოურჩება ეს რაღაც, კი ვაკეთებ манипуляციებს რაღაცებს რომ მოურჩიეს, ხომ უცელი რომ ვტკივა, მაგრამ ვეუბნები ამაზე, ვესაუბრები, მეც ვწუხوار, ხო და ეს გრძელდება სხვადასხვა სიტუაციაში ხდება ეს. მათ შორის როცა და ბავშვი რას აკეთებს?
როდესაც გამოხატავს შვილობიდანვე ბავშვი გამოხატავს იმას, რომ რა სჭირდება მას. ხო, თავისებურად. მე უბრალოდ ენად შემოდის ენამეტყველება. შვილობიდანვე მინიშნებებს გვაძლევს თუ მინიშნების დონეზე ამოცნობილია, ნაპასუხებია, ბავშვი ეჩვევა, რომ ამ დონეზე უკვე საკმარისია, რომ გამოიცნონ ჩემი საჭიროება. მე როგორ მეტყველების და აღარ ყვირის მე. ხო, ხდება რომ აღარ არის საჭირო ვიყვირო. მე როცა ენამეტყველება შემოდის, სწავს რომ თუ ვიტყვი, ეგ არის საჭირო და საკმარისი, რომ მოიწ, მაგრამ თუ ვერ ვგრძნობ, რომ ცნობილია, მე უკვე ვამცაფრებ ჩემს რეაქციებს. მისმის რომ აი ეს საკითხი, როდესაც ბავშვი აი ასე იქცევა საზოგადოებრივ სივრცეში, ხო, ქცევა არის მისი ასეთი, არა საჭიროება, კიდევ მეორე. როგორ მოვიქცეთ, ახლა უკვე აქ ვართ, ამ წერტილში ვართ, გასაგებია მანამდე, მაგრამ ამ წერტილში ვართ. ამ წერტილშიც მნიშვნელოვანია შეხვედრა. და არა დაიგნორება თუ რა ხდება მასში. ეხლა ჩვენ ბიჰევიორისტები შეიძლება ბიჰევიორისტმა შეგვისწოროს და გვითხრას, რომ დაიგნორება ხოლოდ. ვიღებ ამას და მე ვთვლი, რომ ფსიქოანალიტიკურ და ქცევის მიმართულებას გავაერთიანებდი. ხო, იმიტომ რომ ყველა მიმდინარეობა არის მნიშვნელოვანი, რომ თან არსებობდეს ყოველს თავის ღირებულება. არა ის, რომ დავაიგნორებთ და მორჩა, არ შევხედოთ, სანამ არ გაჩუმდება. არამედ ფუნდამენტურად აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ გავიზიაროთ მისი ემოცია, ვუთხრათ, რომ ჩვენთვის გასაგებია, რასაც გრძნობთ. შენ ალბათ ეხლა ის კამფეტი კიდე ძალიან გინდა. და შენ ამაზე ყვირი, დავასახელოთ მისი ქცევები, რომელიც იქცევ. და შენ ეხლა ძირს დაწექი, იმიტომ რომ შენ ალბათ ფიქრობ, რომ ასე მე შენ შეგისრულებ, ხო? მე მესმის, რომ ძალიან გინდა ამის ყიდო. ნამდვილად მესმის, უბრალოდ მინდა გითხრა, რომ აი ასე ვერ ვიყიდი, მე მესმის შენსაჩო. მე შემიძლია გიყიდო მაშინ, თუ შენ არ ვიცი, რაღაც ალტერნატივა რაც იმ შემთხვევაში ვიხარ, რომ ის ქმედება, რასაც თუნდაც ბავშვი ახორციელებს, ეს თანრუმიან. ხო. ვთქვათ, რომ ეს ქმედება არ არის ის, რაც გამოიწვევს მის მოთხოვნების დაბაყოფილებას, მაგრამ იქვე შევთავაზოთ ალტერნატივა. კი, როგორ მოითხოვოს. იმიტომ ჩვენ ხო ვიცით რა სჭირდება და ვუფიქსირებ რა. ეს არის უკვე გაგება, სადაც ცირდება მისი ემოციის ინტენსივობა უკვე, როცა გესმის რას გრძნობს და როცა ხვდები და როცა უჟღერებ, ხო? ინტენსივობა იწევს, შესაბამისად ემოციის ინტენსივობა რო იწევს, რაციონალურ დონეზე მეტად შეუძლია მას ყოფნა. ამიტომ არის თავიდან თანაგრძნობა მნიშვნელოვანი, ამის გახმოვანება და ქცევების გახმოვანება. თავადაც გარედან შეხედოს საკუთარ თავს. ქცევის გახმოვანება ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციისთვის. არა მარტო ასეთ მწვავე სიტუაციაში, შესაძლოა შედარებით მსუბუქ სიტუაციებში. რეგულაციას ვიწყებთ ქცევების, სხეულებრივი შეგრძნებების გახმოვანებით, ამასთან ცუდობის სწავლებით. რა იგრძენი, როგორ შეიგრძენი, ხო, ეხლა მოიხარე, ვნახე, რაღაცა ხელებს როგორ იფშვნეთ და ასე შემდეგ. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეუბნებით, რომ გასაგებია რა სჭირდება და ცდილობთ, რომ ვიყოთ მართლა თანაგრძნობი ამაში და ვეუბნებით, რომ აი თუ ასე გააგრძელებს, ვერაფერ. თქო, აქ უკვე პრინციპულობას ვინარჩუნებთ. აქ მართლა სჭირდება მშობელს ნებისყოფა ძალიან ძნელია, რომ აიტანოს, იმიტომ რომ ბავშვი თუ არის მიჩვეული, რომ მე იმას მაინც ყიდულობენ, როგორც წესი, მან შეიძლება კიდევ უფრო გაამწაფროს მისი ყვირილი, იმიტომ რომ მისთვის ეს არის პასუხი, გარემოს პასუხი და ის ამ მიზეზ შედეგობრივობაშია. ეს აქვს დაჭერილი. ამიტომ გაამწაფრებს, ამისთვისაც უნდა იყოს მზად მშობელი, მაგრამ მშობლის პრინციპულობა 1-2 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მიხვდეს და დაიჭიროს მცდელობა. აი, როგორც კი ბავშვი ცოტა დამშვიდდება, გავხმოვდეს და მოვიდეს მას და არ მივხვდი ხო შენ როგორ შედარებით დამშვიდდი, ხო? აი არა მარტო აფექტის მდგომარეობაში ბავშვთან კომუნიკაცია. უდიდესი მნიშვნელობა ინჭება აფექტი, რომ გადაივლის და დასტაბილურდება ამ დროსაც კომუნიკაცია. კი. და აი ის რა ერთად დავიწყეთ, რომ ის კი არ რომ მიუღებელია თავად ამ საჭიროებით, არა.
მე მისმის შენი საჭიროება და მერეც ამაზე აქცენტი რომ შენ რასაც ითხოვდი ბუნებრივია და მისმის რომ ძალიან გინდო და მისაღებია ეს ჩემთვის მეც მომდომებია რაღაც შეიძლება რაღაცები გაჩნია ასაკს ბავშვის ხო ან უბრალოდ მიმღებლობა რომ ვაგრძნობინოთ პიროვნულად და მისი საჭიროების მაგრამ ფორმაზე კონკრეტულ ქცევაზე ვეუბნებით რომ ამ ფორმით ნახე აი ესე რომ ძალიან როყვერი შეგიძლია რომ უბრალოდ მითხრა ან ახლა ამას ვერ გავაკეთებ ამიტომ შევასრულებ მაგრამ შეგვიძლია რომ არ ვიცი ხო ავიღეთ ხარ შეგვიძლია 2-დან 1 ამოარჩიო სიტუაციასაც გააჩნია რაღაცის მომიდოდა კიდე აქ და ფიქრთა მხარე იქნებოდა და გადავწდა მაშინ აქვე ჩაგერთვები მე ამ შემთხვევაში ანუ მშობლისთვის რაღაც მნიშვნელოვანია ხოლმე რომ აი ეს ქმედება ბავშვსაც გამოხატავს გადალახონ და აღარ კონდეთ გამოწვევა ამ ქმედებასთან მაგრამ აქ რასაც ასე ვთქვათ ყურადღებას ვაქცევ არის ის რომ მშობელი ასე ვთქვათ რის დამუშავებას ცდილობს ქმედების შეცვლას თუ იმ ემოციას იმ ბრას და იმ ყოფას რასაც ბავშვი შინაგანად გრძნობს ანუ ერთი არის რომ ამ ემოციების შინაგანი ანუ სუბიექტური მდგომარეობა და მეორე არის ამ სუბიექტური მდგომარეობის გარეთ გამოტანა ანუ ქმედება ალბათ ერთ-ერთი რჩევა მშობლის მიმართაც ერთი ეგ იქნება რომ ეს ყველაფერი გამიჩნონ ანუ როგორ განვასხვავოთ ქმედებაზე ზემოქმედება და შინაგან განწყობაზე და ემოციებზე მუშაობა ზუსტად იმიტომ რომ ერთი რომ ქმედებას თუ შევუცვლით ბავშვის ის ემოცია რამაც გამოიწვია ეს ქმედება არ იცვლება შიგნით იგივე რჩება ამიტომ ორივეს უნდა დაუთმოთ ყურადღება და ისევ გამეორდები მშობელმაც თავის ემოციებზე უნდა იმუშაოს იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს არ ცხოვრობთ იმ რეალობაში რომ მშობელი მხოლოდ მშობელი ანუ მისი როლი მშობლობას წარმოადგენს ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა ეს არც უნდა იყოს ასე მშობელს სხვა სოციალური როლებიც აქ შეიძლება იყოს მაგალითად მეუღლე დასაქმებული ადამიანი ან სამსახურში მენეჯერი უფროსი ანუ უამრავი და-ძმა ანუ უამრავი როლია რასაც ადამიანები ასრულებენ ერთ დღეში ხო ამიტომ რაღაცნაირად ალბათ თავის ემოციებზეც უნდა კონდეს წვდომა და შემდგომ უნდა დაუკავშირდეს შვილის ემოციებსაც და აი აქაც ხო ამ მომენტში თუნდაც როდესაც ბავშვი აი ასეთ აფექტურ მდგომარეობაშია ამ მომენტშიც ხელი შემშლელი ხდება როდესაც მშობელი თავად ვარდება სტრესში ხვენია შეიძლება ხოლმე ის სტრესული არის საგაგის ბრო თვითონ საზოგადოებაში შეიძლება აქვს რეაქცია რაც ასევე რეჯენსავია ხო მისმის რომ სახედავ ძალადობას ეს სხვა არის მაგრამ როცა ბავშვი რაღაცას ასე გამოხატავს ხო და ამაზე რაღაცა რეაქცია და შეფასებები მშობლის ну, არასწორია პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ ასე შეფასება და მშობელსაც აქვს ეს მოლოდინი რომ შეიძლება მას შეაფასებენ როგორც მშობელს და ამიტომ ეს სტრესი ის მუდმივად ხასდევს კი მშობლები რაღაცა თუნდაც ბევრი ვერ გამოთქვამს რომ ეს პრობლემა ან პრობლემა შეიძლება არ დაუძახოს ეს გამოწვევა აქვს მათ შულთან იმიტომ რომ ფიქრობს რომ სირცხვილია რომ ეს გამოწვევა აქვს მას აქაც თავარია რომ ყველა მიიღოს ანუ არავის ოჯახში, არავის მდგომარეობაში არ არის ყველაფერი იდეალურად. ყველას ყველაფერთან გამოწვევა. თუნდაც რაც დავასახელეთ ემოციებთან, მეც ჩემ პირად თავზე მიქონდა რაღაცეები და ვაანალიზებდი. შენც დიდი ალბათობით გქონდა ან გაქვს ემოციებთან რეგულაციის პრობლემა. რაღაც მუშაობთ ჩვენს. კი, ნამდვილად. ეხლა ცოტა გულისკენ რო წავიდეთ, ნინი, აი რო შევაჯამოთ მოკლედ. ჩვენ მსმენელმა ან მშობელმა ნებისმიერმა ადამიანმა ვინც მოისმინა ეს პოდკასტი რა უნდა დარჩეს აქედან საკვანძო შეიძლება ვთქვათ ის რომ ბრაზი არის ჯანსაღი ემოცია და ის ხშირად მიმართულია იმისთვის რომ მოვნიშნო და დავიცვო ჩემი საზღვრები და ის რომ როდესაც მე როგორც მშობელი ვასწავლი ბავშვს ჯანსაღ რეგულაციას, რეგულირებული ბრაზის გამოხატვას, რეგულირებული ბრაზი რა არის ხო? იმპულსი და რეაქცია ავტომატური. იმპულსსა და რეაქცია შორის რაღაც პაუზა გატარება
ესე ვთქვათ, აზრობრივ დონეზე, ხო? ასეთი რეგულირებული პასუხით მინდა რომ ასწავლო, აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინე, რომ დავუკავშირდე მის იმჟამინ და განცდას და ემოციას და მიმღებლობა ვაჩვენო და ვაგრძელებდა მისი ამ ნაწილის. რომ შენ თუნდაც გავახმოვანი, შენ ეხლა ამაზე გაჩვენე, შენთვის ეს მნიშვნელოვანია, ხო? მესმის მივხვდი რომ ეს შენთვის მნიშვნელოვანია. რაღაცების გათვალისწინება თუნდაც იქიდან რომ ხვდები რომ ისთვის მნიშვნელოვანია და წაყოლა ამაზე, ხო? და თუ არ არის გამოვლინებული რეგულირებულად ეს ბრაზით არის დამაზიანებ, იქ მე აქ მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ენერგია არის სხეულში დიდი, ამიტომ ძალიან კარგი არის გათამაშებების მოწყობა. ამისთვის ძალიან კარგია იქ თუ სახლში. რა ვიცი, შეიძლება ეს იყოს კონკრეტული რაღაცა, აირჩიონ ზღაპრები, ამბები, მანდ არის ხოლმე თავადასრულებს ბავშვი გარდაქმნის ამ ამბებს, მოირგონ როლები და გაითამაშონ. მისცენ შესაძლებლობა, რომ მოირგონ, რა ვიცი, უარყოფითი პერსონაჟების როლი, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ამით გამოიტანონ ის რაღაც ემოცია, მდგომარეობა, რაც შეიძლება განცდა, რაც შეიძლება იყოს ბავშვი და შემდეგ უფრო მარტივი გახდება, რომ რეგულირებულად გამოხატოს ბრაზი. ეს იმ შემთხვევაში, სადაც ბევრია დაგროვილი, ხო? ან ჩაყლაპული, ან უკვე გაჭედილობა ბრაზში, ხო? ანუ აი ორივე შემთხვევაში არის დაგროვილი და ჩვენ გვჭირდება სხეულებრივად ამის გამოხატვა. ეხლა არ ვიცი ძალიან თუ არ მიგრძელდება გამახსენდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩაბრუნებული ბრაზის დროს და იმ ორცხობაც უახლავს საერთოდ შეკავებულობა. ეს პიროვნული გამოხატულება უკან არის, ხო? ეს საერთოდ დიდი შეკავებულობა და იქ რო ბავშვი ჩართო რაღაცა შემდგე გაათქმევინო. მარტო ბრაზთან დაკავშირებით კი არა, ზოგადად ვაათქმევინოთ, ხო? ესეც ხოლმე საინტერესო, რომ ესე იგი მის პიროვნებას ვერ გამოხატავს. არ გსნობს ის თავს უსაფრთხოდ. და ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, ეხლა ვიმახსენდები ამ ბავშვებს, რაც გვიწევს ძალიან დიდი მუშაობა, რომ ბავშვმა შეძლოს იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და მან გამოხატოს რაღაცა მისი ნაწილი. და ეს ყველა ემოცია შეიძლება მე ეხებოდეს, სიხარულზეც გადადის, ხო? იქაც შეკავებულობა და იქაც გამოხატავს თავის თავს და მას ვერასხობს ფსიქიკა, მას უკვე მისი პიროვნება აღქმაშია, რომ არ არის მიღებული. და ნუ საუკეთესო შემთხვევაში მარტო ბრაზის დროს, მე შეიძლება რომ ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ძმა გავზარდოთ ბრაზის ენერგიასთან ჯერ უსაფრთხოება და შევთავაზოთ, სადაც არის ისევ გვხვდებით. არ ვაძალებთ რომ ისაუბროს, არ ვაძალებთ რომ თქვას, როგორც არის, ჩვენც შეიძლება ჩვენც შევთავაზოთ რაღაცების დახატვა, ფორმითაც შეიძლება რომ მას შეეძლოს გამოხატვა იმ მომენტში, იმ ასე თქვა განვითარების იმ ეტაპზე, როგორც შეუძლია რომ გამოხატოს ემოცია, იმ საშუალებებს ვაწვდით, იქვე ვართ და არ ვაძალებთ რომ უფრო წინ წავიდეს, რომ უსაფრთხოდ აღიქვას ასე და ვცდილობთ შემდეგ თანდათან ძმა გავუჩინოთ აგრესიულ ენერგიას და რას გულისხმობ და შეიძლება იყოს თამაში ფიზიკური, მურთით თამაში და ამას მოყვება გათამაშება, ხო, როლის თამაში. როცდომები გავუჩნდეს სხვადასხვა როლთან, და გამოვლინდეს მისაღები იყოს ასე და ის დამუხტული, რეპრესირებული ემოციები უფრო გამოვიდეს, შემდეგ უკვე თანმიმდევრული რეგულირება ადვილდება, როგორც ეს არის პროცესი და ეს ვერ ვიტყვით რამდენი ხანი გრძელდება, იმიტომ ინდივიდუალური და მიყოლა სჭირდება, ხო, მოსმენა სჭირდება, მიყოლა სჭირდება ამ პროცესს. მაგრამ თავარი, მით დაიწყე შენ და ეს არის ალბათ საკვანძო, რომ ჯანსაღი ბრაზის გამოხატვა მნიშვნელოვანია რომ იყოს მიღებული, დაფიქსირებული და ზოგადად ბრაზის გამოხატვა და ამასთან დაკავშირება მშობლის თუ მასწავლებლის მხრიდან, ხო? მასთან ყოფნა.
არა ოლიმპიური სიმშვიდით, მასთან ყოფნა არის, რომ ცოტა შეიძლება მეცაუელდე ზოგჯერ, ანუ შევიდე ამ ემოციაში რაღაცა თუ მძაფრია, ხო, ისე არა რომ გადავაჭარბო, ისე რომ ჩემიც რეგულირებული იყოს, მაგრამ არა ის, რომ ახლა სიმშვიდით ვესაუბრები მის ბრასზე. ხო, ანუ მასთან ყოფნა ნიშნავს, რომ მასთან ვარ. კი. ბოლოს მეც ამიჩევა ჯამებდი, რომ ემოციების რეგულაცია არის, არ არის თანდაყოლილი რაღაც უნარი, ეს არის რაღაც შეძენილი უნარი, ჩვენ ყველა ადამიანი ვსწავლობთ ემოციურ რეგულაციას. ამიტომ მუდმივად უნდა ვეცადოთ, რომ აი ამას მივაქციოთ ყურადღება და აუცილებლად გამოგვივა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო მისული ხარია შენთან საუბარი. მეც ეხარია და ძალიან სასიამოვნო იყო. მადლობა ჩემსაც სასიამოვნო იყო და ვიმედოვნებ, რომ იმედია, რომ იმედია, რომ